გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ხელისიახლეებით. კვარაცხელიას პირველი ტიტული PSG-ში და ქართველი ფეხბურთელის ისტორიული მიღწევა. მიქაუტაძის რემლები და ქართველი Manchester United-ის წინააღმდეგ. ვიდეოს დაწყებამდე კითხვაა დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე ნუ დაიზარებ არხის გამოწერას. დაეხმარე მას განვითარებაში მე კი საინტერესო ინფორმაციებს არ მოგაკლებთ. მადლობა თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ქოჩოლაშვილის ტრანსფერი სპორტინგში და მთავარი მიზეზი რატომაც ეს ტრანსფერი ჩქარდა. ვალენსიური გამოცემა Super Deporte Levante-დან სპორტინგში ქოჩოლაშვილის ტრანსფერს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ორ კლუბს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით ტრანსფერის გაოფიციალურება ზაფხულში გეგმებოდა, თუმცა ყველაფერი Celtic-ის შეთავაზებამ შეცვალა. გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც იანვარში Andrés Garcia სპორტინგში ტრანსფერი ჩავარდა, პორტუგალიურმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ ქოჩოლაშვილთან წინასწარი შეთანხმება გაეფორმებინა. ამ შეთანხმების მიხედვით ლომებში ქოჩოლაშვილის ტრანსფერი ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ესპანური კლუბის სხვა შეთავაზებებსაც მიიღებდა, სპორტინგი ვალდებული ხდებოდა, რომ ტრანსფერი მაშინვე განეხორციელებინა და ლევანტესთვის თანხა დაუყოვნებლივ გადაეხადა. გასულ უქმეებზე კი ლევანტეს ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით Celtic-მა მიმართა, რამაც ქოჩოლაშვილის სპორტინგში ტრანსფერი დააჩქარა. ქოჩოლაშვილი კი ლისაბონის სპორტინგს ზაფხულში შეუერთდება. ლომებმა კი ქართველ ფეხბურთელში 5.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და კიდევ 2 მილიონის მიღება ლევანტეს ბონუსების სახით შეუძლია. ამასთან ერთად თუ სპორტინგმა მომავლოდ ქოჩოლაშვილის გაყიდვა გადაწყვიტა, ლევანტე ტრანსფერიდან შემოსული თანხის 12.5%-ს მიიღებს. ასევე გუშინ ქოჩოლამ ლევანტეს მაისურით მორიგი შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლევანტეს თავკაცმა ხულიან კალერომ ქართველ ფეხბურთელზე შემდეგი კომენტარი გააკეთა. რეალობა ისაა, რომ ქოჩო იმას აკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებს და ყველაზე კარგად გამოსდის. ის დიდი პროფესიონალი და კარგი მოთამაშეა. მესმის, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო ახლა აქცენტი მასია გაკეთებული, მაგრამ მას ძალიან უნდა რომ გუნდს ბოლომდე დაიხმაროს. დამიჯერეთ ეს მცირედი ეჭვით, რომ შეგვემჩნია დღეს არ ითამაშებ და განაცხადა კალერო. ფრანგულმა ტელეფუტმა ლიონის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა, რომლის ნაწყვეტებიც კი სოციალურ ქსელში გავრცელეს. როგორც მოგეხსენება, ძალიან მალე ქართველი ფორვარდი ევროპა ლიგაზე Manchester United შეხვდება. ლიონის ყოფილმა ფეხბურთელმა სონი ანდერსონმა კი ტელეფუტთან მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. მას კი სჯერა, რომ მიქაუტაძე Manchester United-თან გადამწყვეტ როლში ასრულებს. მისი თქმით, ქართველს ამის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს და ის Manchester-ის წინააღმდეგ თავის კლასს დაამტკიცებს. ამასთან ერთად ქართველი ფეხბურთელი იხსენებს თავის ბავშვობას, ლიონში დაბრუნების პერიოდს და საქართველოს ნაკრებში თამაშით საუბრობს. ასევე მას მიმართავს ხვიჩა კვარაცხელია და ასევე თავისი მშობლებიც. საბოლოო ჯამში კი ძალიან ემოციური ჩანახატი გამოვიდა. აქ კლუბის ისტორიის დასაწერად დავბრუნდი. ამბობს 24 წლის ქართველი ფორვარდი ლიონის შესახებ, სადაც გაიზარდა და საიდანაც გაუშვეს, მაგრამ გასულ ზაფხულს მან მშობლიურ კლუბში დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა კარგი კლუბებისგან ინტერესი არ აკლდა. ინტერვიუს მიმდინარეობისას ფეხბურთელების მშობლები ერთვებიან. შემდეგ კი მიქაუტაძე საკმაოდ ემოციური ხდება. კერძოდ გიორგის დედა შემდეგ სიტყვებს ამბობს: ოჯახი და საქართველოს შენით ამაყობს. გააგრძელე შრომა და ყველაფერს შეძლებ რაც გსურს. ამავე ვიდეოში კი მამას ერთვება. კოცნით გიორგი, ძალიან გვიყვარხარ. ამ სიტყვების შემდეგ კი მიქაუტაძემ ცრემლები ვერ შეიკავა და შემდეგი კომენტარი გააკეთა. ეს შესანიშნავია, რადგან წარსულზე ფიქრობ, როცა რაღაცები შემთთვის უფრო მეტად რთული იყო. ასევე გიორგის ხვიჩა კვარაცხელია მას მიმართა. შოხში, სავა, გიო ძალიან მაგარ ფორმაში ხარ, ეგრე გააგრძელე და ნაკრებში ერთად ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ. კი, იცი, ყოველთვის გეუბნები მაგას. ოფერს საუკეთესოს, სავა ბიენ. ამაზე კი გიორგი შემდეგი სიტყვებით პასუხობს. მიხარია, რომ კვარა პარის სენ-ჟერმენშია, სურიკო სენტ-ეტიენში. შემდეგ კი ჟორჟმა საქართველოს ნაკრებზე სიყვარულით ისაუბრა. ეროვნული ნაკრები საქართველოს ჩემი მშობლების ქვეყანა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მიქაუტაძე Manchester-თან მოახლოებულ შეხვედრასაც გამოეხმაურა. რა თქმა უნდა, Manchester-ის დამარცხება შეგვიძლია. აქამდე ევროტურნირებზე შესანიშნავად გამოვედით. ახლა კი მეტი შრომა დაგჭირდება ბოლომდე მისასვლელად. მე კი შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე Manchester United-ს 10 აპრილს შეხვდება. ამიტომ ყველამ უნდა მივადენოთ თვალი ამ ძალიან საინტერესო შეხვედრას. შეუჩერებელი მამარდაშვილი და პირადი რეკორდი. როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 30-ე ტურში ვალენსია მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე 1-2 დაამარცხა. ხამურების
ტიტულების გამარჯვებაში კი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა. შესაძლოა მან კარიერის საუკეთესო მატჩის ჩაატარა. რელოვოს ჟურნალისტი ნაჩო სანჩისი კი გვიზიარებს გიორგის მიერ დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკას, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა. ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო ვალენსიაში, ან შესაძლოა საუკეთესო. ოპტას ვერსიით მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი 3.28 ჰქონდა. მან 3.28 და 2.28 აიღო. მას ასეთი ციფრისთვის აქამდე არასდროს მიუღწევია. მისი უმაღლესი ციფრი კი 2.14 იყო, როცა 2023 წლის მაისში ვალენსია მესტალიაზე რეალი დაამარცხა. ამბობს ნაჩო სანჩისი. აღსანიშნავია, რომ გიორგი რეალის წინააღმდეგ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მატჩის დასრულების შემდეგ კი მამარდაშვილის თამაშს რა თქმა უნდა ლივერპულის ფანები გამოიხმაურნენ. როდესაც მამარდა ჩვენთან გადმოვა, ალისონს პენსიაზე გასვლა მოუწევს. მინდა რომ მამარდაშვილი სადღეგრძელო სასმელით ხელში რაც შეიძლება მალე დავლიო. მოუთმენლად ველი გიორგის ლივერპულში. ის ჩვენს გუნდს მეტი ტიტულის მოგებაში ძალიან დაეხმარება. ალისონს უნდა ეშინოდეს მამარდაშვილი მოდის. წერენ ლივერპულის კომაგების სოციალურ ქსელებში. ამასთან ერთად მამარდაშვილის თამაში არაერთმა მერცე საიდუმლოა გამოცემამ საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა და გიორგის ქება არ წყდება. ცოტა ხნის წინ კი ლივერპულთან დაახლოებულმა სააგენტო მენფილდ ინდექსმა ქართველი მეკარის შესახებ ისაუბრა, სადაც შემდეგი კომენტარი კეთდება. გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ამჟამად ვალენსიაში ჯარის წესით თამაშობს, შაბათ სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა. მან შესანიშნავი სპექტაკლი შემოგთავაზა. ქართველმა მეკარემ 13 წუთზე ოქროს ბურთის მეორე ადგილოსან ვინისიუს ჟუნიორს პენალტი აუღო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ვინისიუსის დარტყმა უკიდურეს კუთხეში არ წასულა და სიზუსტე აკლდა, მაგრამ მამარდაშვილმა კუთხე გამოიცნო და დარტყმა სწორად მოიგერია. მან დახტომის შემდეგ მუხლი ბურთით მარცხნივ გადააგდო. იდეალური მოგერიება არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოდ ეფექტური ეპიზოდი იყო. ვალენსიას ფორმის ამაღლება მეკარის აღორძინებას ემთხვევა. გაურკვეველი რჩება რა გადაწყვეტილებას მიიღებს არნე სლოტი, როდესაც მამარდაშვილი ლივერპულში ჩამოვა. მისთვის რთული იქნება ახალ სეზონში მეკარის ვარიანტების მართვა. ალისონ ბეკერი დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ რჩება, მაგრამ კონკურენცია აუცილებელია. მამარდაშვილი კი სულ უფრო და უფრო შეძლებს ამ კონკურენციის უზრუნველყოფას, წერს ლივერპულ ინდექსი. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ვე ტურში PSG-მ შინანჟე 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა. ლუის ენრიკემ კი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში ათამაშა. მან კი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კერძო შეხვედრის 55 წუთზე ქართველის ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ დეზირე დუემ ანგარიში გახსნა და PSG-ს რიგით მე-13 ლიგა 1-ის თასის მოუტანა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ლუის ენრიკეს გუნდს ზამთარში შეუერთდა. ლიგა 1-ის 10 მატჩში კი მან 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ქართველმა ვარსკვლავმა კი ტოპ 5 ლიგიდან უკვე 2 ჩემპიონატი, სერია და ლიგა 1 მოიგო, რითიც ხვიჩა გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ლიგიდან 2 ლიგის მოგება შეძლო. ამით კი ქართული ფეხბურთის ისტორია კიდევ ერთხელ გადაწერა. აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო შეხვედრაში კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. სოფასკორისგან კი მან შეფასება 8.7 ქულა დაიმსახურა. ის კი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ასევე ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურში ჰუსკორდმა შეიყვანა. ლიგა 1-ის მოგების შემდეგ კი ქართველ ფეხბურთელს მორიგი საინტერესო და მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის. როგორც მოგეხსენებათ, კვარა ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ მეოთხედფინალშია ნამყოფი. ეს კი მის პირველ ნეაპოლურ სეზონში მოხდა. ახლა კი მას უნიკალური შანსი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდეს და შემდეგ რატომაც არა, ფიქრი ფინალზეც დაიწყოს. ეს ყველაფერი კი ნაპოლის პირველ სეზონს გავს. მაშინ კვარამ ნაპოლისთან ერთად თანატრის სკუდეტო იზეიმა. პარიზელებს კი ნატვრად ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვთ. აქ კი აღსანიშნავია ერთი გარემოება. სეზონის სტარტზე ლუჩანო სპალეტი, რომელიც იმ დროს ნაპოლის თავკაცი იყო, ხშირად საუბრობდა ნაპოლის ჩემპიონობაზე, მაგრამ თავდაპირველად ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან ნაპოლის სერიას ტიტული 33 წელი არ ჰქონდა მოგებული. ახლა კი მსგავსი სიტუაცია პარიზულ კლუბშიც. ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უფრო და უფრო ხშირად საუბრობს. ლიგა 1-ის საჩემპიონო შეხვედრაში კი მან განაცხადა, რომ როდესაც ის უყურებს ფეხბურთელების მონდომებას, ხვდება, რომ მისი ჩანაფიქრი და სურვილი უტოპია აღარ არის. ყველაფერს კი რა თქმა უნდა მოედანზე ვნახავთ. მე კი შეგახსენებთ, რომ პარიზული კლუბი 9 აპრილს ასტონ ვილას დაუპირისპირდება. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა. ხოლო ვინც ორმოცემულობას გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. მოკლევადიანი კონტრაქტი. რონალდუ შესაძლოა მადრიდის რეალში დაბრუნდეს. რა ხდება რეალურად? მადრიდის რეალში სკანდალია. რა უთხრა კილიან მბაპემ საჩ მას შემდეგ, რაც მამარდამ ვინის პენალტი აუღო. საუდის არაბეთის ალ-ნასრის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდუ შესაძლოა კვლავ მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდეს. ამ ინფორმაციას კი Sky Sports ავრცელებს. წყაროსნობით რონალდუ ძალიან სურს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს, რომელიც ზაფხულში გაიმართება. აღსანიშნავია,
უცნაურია, რომ ალ-ნასრმა ტურნირის კვალიფიკაცია ვერ შეძლო. ამიტომ 40 წლის თავდამსხმელი ბლანკოსთან მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას განიხილავს. დავძენ იმასაც, რომ 1-დან 10 ივნისამდე FIFA გახსნის დამატებით სატრანსფერო ფანჯარას, რომლის დროსაც რონალდუ შეუძლია, რომ მადრიდის რეალთან კონტრაქტი ტურნირის ხანგრძლივობით გააფორმოს. სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულმა დაპირისპირებამ რეალსა და ვალენსიას შორის მოლოდინს გადააჭარბა არა მხოლოდ მოედანზე განვითარებული დრამით, არამედ მბაპეს მხრიდან დაფიქსირებული სკანდალური კომენტარით. გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიონალი ტუჩების მკითხველთა 98% დარწმუნებულია, რომ კილიან მბაპემ პენალტის შემდეგ, რომელიც ვინი ჟუნიორმა ვერ გამოიყენა, საჭს მიმართა შემდეგი სიტყვებით: "გააგდე ვინი". ფრანგი ვარსკვლავი იმ მომენტში აშკარად გაღიზიანებული იყო. აღნიშნულ კომენტარს კი სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავად ვინი ჟუნიორი ამ თემაზე საჯაროდ ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა ინციდენტი შეიძლება გარკვეულ დაძაბულობაზე მიუთითებდეს მისა და მბაპეს შორის. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.